ფინანსური ამნისტიის შესახებ პარლამენტში შესაძლოა მსჯელობა გაგრძელდეს. ამჯერად ამ ინიციატივით კანონმდებლების წინაშე დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე წარდგება. მისი განმარტებით პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივაში, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკურ ამნისტიას ითვალისწინებდა, გარკვეული შესწორებების შევა და საკანონმდებლო ორგანოში უკვე მისის სახელით შევა. ძირითადი კრიტიკა, რომელიც ისმოდა უმრავლესობის წევრების მხრიდან, ეხებოდა იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს ამ ამნისტიის მიღება იმ მიზნით, რომ წარსულში ხელისუფლებასთან დაახლოებული გარკვეული ბიზნესები, რომლებთაც რაღაც არალეგალურად იშოვეს რაღაც თანხები, მოხდეს ამ თანხების ლეგალიზება და ეს არის თურმე ჩვენი მიზანი. ერთ-ერთი შესწორება იქნება სწორედ ამასთან დაკავშირებული. ახალ ინიციატივაში ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა მსხვილ ბიზნესმენებს, შეიძლება შემოვიღოთ ამაზე ხლა მსჯელობთ გარკვეული ზღვარი, მაგათაც რამხელა არის ბრუნვა კომპანიისა და ვთქვათ, რომ მაგათაც ყველა ის კომპანია, რომელიც ბრუნვაც არის მილიონზე ნაკლები და ექვემდებარება ამნისტიას, ყველა დანარჩენს არ შეეხება ამნისტია. შეიძლება ეს იყოს 9 მილიონი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ.